Вы у нас уважите. Экономически, вот, экономически какое-то, значит, Здесь, в нашем селении, видите, как видите, дорога в каком положении. Вот здесь 9-10 лет правили националы. И сейчас второй, третий год карту от неба. Дорогу не делают. А когда нужен будет поддержка народа, придут, обещают. Но не делается эта дорога. Здесь они создали как культурная резервация, чтобы наш народ не имел связь с городскими центрами, районными центрами. Вот в таком виде народ живет. Вот этому народу нужен только дорога, чтобы асфальтировать. Везде горные районы асфальтировали всякие населенные пункты. А здесь, как видите, народ от этого возмущается. Вот, если человек больной не сможет до больницы ехать, если вызывает скорую помощь, вовремя они не смогут прийти и помогать. У нас проблема только на дорогах. Мы жалуемся за этого, чтобы у нас дорога нету. Каждый год приезжает, нам обещает. Мы сейчас живем в такое время, чтобы люди космос летают, а мы не можем на дорогу ходить. И в грязь ходим. Решайте, пожалуйста. После 9 часов мы не можем ехать в Марнеулу. Потому что не умирает. И оттуда приезжают после 12 часов нету. Ни такси не хотят, машины не хотят. Мы остаемся там. Иногда пешком приходим, иногда вот остаемся у кого-то. Вы решайте, пожалуйста, вы приезжали. А больше что можем? Все на виду. Сейчас такой грязь, такой этого ходит. Сейчас вот люди хотят все собираться сюда, не может. Вот что в конце селения хуже, чем здесь. ჩვენ დღეს მარნეულის რაიონის ორი სოფელი ვნახეთ. ერთი არის თაზაქენდი, მეორე არის აზისქენდი. რეალურად ალგეთის საკრებულო მთლიანად შემოვიარეთ. აი ამ სოფლებში ჯამში ცხოვრობს 25,000-მდე ამორჩეველი, რომლებსაც ყველას ერთად ცალკე ქართული ოცნება, ცალკე ძველი ხელისუფლება პირდებოდა მათი მთავარი პრობლემის მოგვარებას. ეს არის 11 კილომეტრის სიგრძის გზა. რაც არ ჯდება ძალიან ზვირი, მაგრამ ეს არის რეალურად ამ რაიონისთვის, მარნეულის რაიონისთვის ერთ-ერთი სასიცოცხლო არტერია, განსაკუთრებით ალგეთის საკრებულოს სოფლებისთვის. იმიტომ რომ ეს გზა აერთებს მარნეულის რაიონს წითელხიდან. ეს არის მათთვის, აი ამ ადამიანებისთვის სავაჭრო გზა. რითაც ისინი ახერხებენ თავისი ოჯახები ისიარჩინონ, რომ ხელი არ გაიწოდონ და სახელმწიფოს დახმარებები არ თხოვონ. როგორც უამრავი სხვა შეპირება, რომელიც ეხებოდა ტარიფების განხევრებას, ეხებოდა პენსიების გაზრდას, ან ეხებოდა კრედიტების ეგრეთ წოდებულ იაფ ფულს, ან რომელიმე სხვა შეპირება, ისევე ეს შეპირებაც დარჩა შეუსრულებელი, რა თქმა უნდა, და ხელისუფლების არც ერთი წევრი არჩევნების დღიდან დღემდე არ ჩამოსულა ამ სოფელში. აი დღეს როცა გაიგეს, რომ მე არ ჩამოდიოდი და ნახეს, რომ ხალხი იკრიბებოდა, კეთილი ინება და მოგზადა მათი დეპუტატი და დღეს დაინტერესდა იმ პრობლემით თურმე რა აწუხებს აი ამ მოსახლეობას. მდგომარეობა არის უმძიმესი, მე ვფიქრობ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეს არ არის ადგილობრივი ძალებით გასახორციელებელი პროექტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული არიან ჯიპების ყიდვით და თავისთვის რბილი ავეჯების შესყიდვით და სხვადასხვა კომფორტის მოწყობით, უნდა დაინტერესდეს აი ამ ხალხის მდგომარეობით, აი ამ სამარცხინო მდგომარეობით, რომელიც არის ამ რაიონში შექმნილი და ეს 11 კილომეტრი გადაუწყვეტავს ამ ხალხსაც პრობლემას და ზოგადად მთელ რაიონს, მარნეულის რაიონს. ეკონომიკურად მიაბავს წითელხიდთან მცხოვრებ მოსახლეობას, მიაბავს მარნეულთა და მარნეულს მიაბავს თავისთავად ცხადია თბილისთან, რაც არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ასევე პოლიტიკური მნიშვნელობისას.